ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებას პასუხობს. გიორგი თარგამაძე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პარლამენტმა საარსებო მინიმუმის ახლებურად დაანგარიშებასთან დაკავშირებით ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივის განხილვაზე უარი განაცხადა. ამ ინიციატივის მიხედვით საარსებო მინიმუმი 250 ლარით უნდა განსასრულიყო. თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ დაანგარიშების საკითხზე პარტია მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყოს. პარლამენტმა უარი თქვა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წინადადებაზე საქართველოში საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ ქართულ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დავსხდეთ და მთავრობის ხელმძღვანელებთან მოვახდინოთ გაანგარიშება ობიექტური კრიტერიუმებით და მე მათ დავუმტკიცებ, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარზე ნაკლები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს.